გამარჯობა, მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება კორპორატიული სამყაროდან წამოსვლას და ჩემს გამოცდილებას და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება გამოადგება ყველა ქალს, ვინც ეძებს ახალ სამსახურს, უნდა კარიერული ცვლილება, კორპორატიული სამსახურის დატოვება ან ზოგადად ახალი პროფესიის დაუფლება, ისევე როგორც მე. დღევანდელი ეპიზოდი დავყავი რამდენიმე სეგმენტად, როგორიც არის კორპორატიული სამყაროს სტანდარტები, რის ფასად ვახცევთ წარმატებას, როდის მოხდა ჩემში გამოღვიძება, როგორ შეიძლება რომ გადავლახოთ შიში სამსახურიდან წამოსვლასთან დაკავშირებით და როგორია დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა უკვე 1 წელი აღარ ვმუშაობ კორპორაციებში. ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება სწორი რომ ვილაპარაკო ქართულ სტანდარტებზე, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება არ მაქვს ქართულ კომპანიებში მუშაობის, თუმცა რაც მსმენია და როცა მისაუბრია მეგობრებთან ან კოლეგებთან, ყოველთვის მათი გამოცდილება კიდევ უფრო მძიმე იყო რიგ შემთხვევებში, ვიდრე ჩემი. ამიტომ ამაზე მაინც არ გავამახვილებ ყურადღებას და ჩემი გამოცდილებიდან ვისაუბრებ, როგორი სტანდარტები აქვს საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ძირითადად არიან დასავლური წარმოშობის. უნდა ყველა კომპანია შეიძლება ქონდეს თავისი მიზნები, კულტურა და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს უნივერსალური წესები და სტანდარტები, რაც ვრცელდება ყველა კორპორაციაში გამონაკლისების გარდა და ასევე ეს უნივერსალური მიდგომები კიდევ უფრო სხვა არის ქალების მიმართ, ვიდრე კაცების მიმართ და ძირითად შემთხვევებში მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება სხვა სიტუაცია, როცა ქალი არ იჩაგრება, არ არის დისკრიმინაციის მსხვერპლი. და ამაზე ძალიან ბევრი სასამართლო кейსია დღემდე, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში, ისეთ კომპანიებში, როგორიც არის Lufthansa და ასე შემდეგ. პირველ რიგში განსხვავებული სახელფასო ბიუჯეტი ქალებისთვის და კაცებისთვის. ეს ძალიან ხშირად ხდება, მაგალითად, ხელფასის შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რენჯს, რასაც ეძახიან და კვალიფიკაციის მიხედვით უნდა გადაწყვიტონ, რამდენი მოგცენ ამ რენჯიდან ხელფასი. ხშირ შემთხვევაში თუ ქალი არის კანდიდატი, მას ყოველთვის აძლევენ დაბალ რენჯს, ხოლო კაცი თუ არის მაღალს და ეს მე საკუთარ თავზე გამომიცდია და ოღონდ გამიგია მას შემდეგ, რაც გავხდი მსგავსი დისკრიმინაციის მსხვერპლი, იქიდან გამომდინარე, რომ იურისტი ვარ, მერე შეხება მქონდა ხოლმე ხელშეკრულებებთან, მათ შორის შრომით ხელშეკრულებებთან და ხშირად თუ არა რამდენიმეჯერ მინახავს, რომ ჩემს მსგავს პოზიციაზე შეიძლება კაცს ქონოდეს უფრო მაღალი ანაზღაურება, თუმცა ჩემი გამოცდილება ყოფილიყო უფრო მეტი. ასევე ხშირად არის ის, რომ ქალები კარიერულ წარმატებას აღწევენ რაღაც შუალედურ გოლამდე და მერე ძალიან უჭირთ, რომ გადავიდნენ უფრო მაღლა, რაც არის მენეჯმენტი. არის შემთხვევები, როცა გადადიან, მაგრამ ძირითადად ეს არის მაინც HR-ის მიმართულება ხოლმე და სხვა შემთხვევებში, რომ ავიღოთ ASH-ის მაგალითი, დიდი ბრიტანეთის მაგალითი, იქ პირდაპირ კვოტირებულია ხოლმე სახელმწიფოს მიერ, რამდენ თანამშრომელზე რამდენი პროცენტი უნდა იყოს ქალი, რამდენი უნდა იკავებდეს ტოპ მენეჯმენტში ადგილს და ასე შემდეგ. ეს კვოტირება რო არ იყოს, სარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა მენეჯმენტში იქნებოდა კაცი. ქართულ რეალობაში თქვენც, რა ვიცი, ხედავთ ალბათ სხვადასხვა სივრცეში, რა პოზიციებზე არიან ქალები უფრო მეტად და რა პოზიციებზე არიან კაცები უფრო მეტად. ანუ კორპორატიული სამყარო ბევრად უფრო აღიარებს მასკულინურ ენერგიას, თვითონაც არის მასკულინური და ხშირ შემთხვევაში ქალები ამის გამო იჩაგრებიან, თუმცა ეს არ არის ხილვადი და რიგ შემთხვევებში საკმაოდ კარგად არის დაფარული.
დაფარული. მახსოვს ერთ-ერთ სამსახურში რომ ამიყვანეს, HR-მა შეცდომით გადმომიგზავნა მთელი მიმოწერა, ანუ ჩემი მენეჯერი ვინც უნდა ყოფილიყო, ის წერდა, რომ აი ეს და ეს გამოცდილება უნდა იყოს, კორპორატიული იურისტი, რაღაცა სასურველია იყოს კაცი, მაგრამ თუ იქნება ქალი, არ უნდა ყავდეს შვილები და ეს შეცდომით გადმომიგზავნა მთელ დიდ მიმოწერასთან ერთად და ნახე და აყვანილი ყავი სამსახურში სიმართლე რო გითხრათ, ამ შეტყობინების გამო ამ შეთავაზებაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ წინასწარი განწყობა რაც არის ზოგადად სამსახურის ქალის მიმართ, აქედანაც კარგად ჩანს, თუნდაც ის რომ დეკრეტში რომ გადიან ქალები, მე არ ყოფილვარ დეკრეტში, არ მყავს შვილი, ძალიან სწრაფად ბრუნდებიან, 6 თვეზე უფრო ადრე, ან ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მეტხანსაც შეუძლიათ, იმიტომ რომ აი არ დაკარგონ ის ტემპი და კონკურენცია და არ ეგონოთ, რომ ძალიან გადაერთო ახლა ეს ოჯახში და აღარ გამოგვედგება უფრო ზედარგოლებზე და არის ეს ფიქრები და ნამდვილად ეხლა ძალიან ბუნებრივად გამომივა გადასვლა ჩემს შემდეგ თავზე, რაც არის წარმატების მიღწევის ფასი ქალებისთვის. წარმატების მიღწევის ფასი არის, რომ უარი უნდა თქვათ ოჯახზე, შეიძლება ყავდეთ ოჯახი, მაგრამ თქვენი ჩართულობა იქნება მინიმალური. უნდა იმუშაოთ ძალიან ბევრი საათი, ისეთ შემთხვევაში არ განვიხილო, როცა თქვენ არ გინდათ კარიერული ზრდა და უბრალოდ გაკმაყოფილებთ, სადაც ხართ. მე უფრო ვსაუბრობ იმ სიტუაციებზე, როცა შენ გინდა კარიერული ზრდა, ახალი პოზიცია, ხელფასის მატება და ასე შემდეგ. მაშინ შენ უნდა გადადო თავიდან ბოლომდე სამსახურისთვის, სამსახური უნდა იყოს შენი ცხოვრება და მის მიღმა ვეღარ ასწრებ ვერაფერს, მათ შორის ვერც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ფიზიკურს კიდე გარედან ატყობ, რომ რაღაცა ვერ არის კარგად, მაგრამ მენტალურზე დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ გვიან ხვდებით, რომ ძალიან დასტრესილები ხართ, შეიძლება შფოთვები გქონდეთ, პანიკური შეტევები და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ნამდვილად ის ფასია, რომელსაც ვიხდით იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ასევე როგორც წესი, სანამ არ ახვალთ ტოპ მენეჯმენტში, მანამდე შენ გაკეთებულ საქმეს ყველა შენი მენეჯერი ან მენეჯერსა და შენ შორის დგომი ადამიანი იწერს საკუთარ თავზე, შენ არ ჩანხარ და ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი, სანამ არ წამოხვალ იმ სამსახურიდან და არ მიხვდებიან, რომ უი, ეს გოგო თურმე რამდენ საქმეს აკეთებდა და როგორც წესი, მერე უფრო გაფასებენ. ეგეთი გამოცდილებაც მქონდა, რომ წამოვედი ერთ-ერთ ჩემი სამსახურიდან, ძალიან დიდი ხანი ვერ იპოვნეს ადამიანი, ვინც ჩამანაცვლებდა და ამიყვანეს კონსულტანტად და სამჯერ უფრო მეტ ხელფასს ვიღებდი ის თვეები, როგორც კონსულტანტი, ვიდრე როცა მუშაობდი მათთან სრულ განაკვეთზე და მან მივხვდი, რომ საერთოდ ძალიან უსამართლოა კორპორატიული სამყარო, ძალიან ბევრი უსამართლო შემთხვევის ამოქეკვა შემიძლია და გახსენება, მაგრამ ალბათ დიდად აზრი არ აქვს. სხვათა შორის ძალიან დამეხმარებოდა კომენტარებში თუ დამიწერდით თქვენ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მსგავსი შემთხვევები თუ გქონიათ სამსახურში და ზოგადად ეხლა რა გზას გადიხართ, იმიტომ რომ არის რაღაცაები, რაც ჩემი 15 წლიანი კარიერის მანძილზე უკვე გავიარე, გადავლახე და შემიძლია რომ გაგიზიაროთ დიდი სიხარულით და მართლა დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის იმ ქალების დახმარება, რომელიც გადიან ამ არც თუ ისე მარტივ გზას, რასაც ქვია ტრანსფორმაცია, პროფესიის ცვლილება, სამსახურის ცვლილება და ასე შემდეგ. ჩემი გამოღვიძება დაიწყო 2017 წელს და სანამ ამ გამოღვიძებამდე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც 2014 წელს დავიწყე სამსახური British American Tobacco-ში, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა. ჯერ ერთი 7 თუ 8 საფეხურის გასაუბრებები, ტესტირებები და არ ვიცი ეგეთი ინტენსიური გამოცდები ეროვნულზე არ მქონია, მოკლედ გავიარე ძალიან ბევრი ეტაპი და მახსოვს, რომ აქედან რომ გამოვედი, დავურეკე დედაჩემს და მამაჩემს და აი ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. მაშინ ეს კომპანია ითვლებოდა საქართველოში ტოპ დამსაქმებლად, ხან Philip Morris იღებდა საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს და ხან British American Tobacco, მოკლედ ესეთი კონკურენცია იყო მაგაჩი და
მართლა ძალიან კარგი გარემო იყო, ძალიან კარგი კორპორატიული კულტურა იყო, თან მე საჯარო სექტორში ვმუშაობდი მანამდე და ძალიან განსხვავებული გარემო დამხვდა და ძალიან მომწონდა. 3 წლის თავზე რა არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირი ისეთი პერიოდი იყო, რომ ეს გადავწყვიტე, რომ კომფორტის ზონაში ვარ, მინდა ცვლილება, ძალიან შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ თანამშრომლების უმრავლესობა მაგ კომპანიაში მუშაობდა 15 წელი, 20 წელი, 10 წელი და შემეშინდა, რომ აი მეც ახლა ესე 20 წელი არ დავრჩე ამ კომპანიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი კომპანია იყო და ეხანდელი გადმოსახედიდანაც კარგი გარემო იყო, აი ეგ შიში, რომ ერთ ადგილას, რაც ჩემი არ არის, შეიძლება ძალიან დიდხანს დავრჩა, სულ მქონდა და მე ამას დაემატა ესეთი ფაქტი, რომ სამოტივაციო წერილს ვწერდი რომელიღაც პროექტში მონაწილეობისთვის და იქ უნდა ამეხსნა რატო მუშაობ, სადაც მუშაობ. რომ თამბაქოს კომპანია იყო, აი ძალიან შემაწუხა, რომ მე კი იურისტი ვარ, სიტყვაზე არ ვყიდი თამბაქოს და ხალხს არ ვეუბნები, რომ მოწიოთ, მაგრამ ირიბად მაინც მონაწილეობ ამაში, თუ პირდაპირ არა. ეხანდელი გადმოსახედიდან უკვე პირდაპირ და აი ეს რაღაცა კომპანიის მისიის და ჩემი მისიის შეჯახება მოხდა ერთმანეთთან, რომ ჯანმრთელობისთვის არა სასარგებლო პროდუქტზე მუშაობდი და მოკლედ 2 თვე ვიარე დავთვალე მახსოვს 21 გასაუბრებაზე ვიყავი, მივიღე 3 სხვადასხვა კომპანიიდან შეთავაზება და ნუ ავურჩი ერთ-ერთი და გადავედი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ ვთვლი, რომ დღეს ვინმე ვინც მუშაობს ნებისმიერ ლეგალურ ბიზნესზე, ეს ფარმაცევტული კომპანია იქნება თუ თამბაქო თუ აიქოსი თუ ასე შემდეგ, რამე ცუდს აკეთებს, იმიტომ რომ ეს ბიზნესები არის პირველ რიგში რეგულირებული, ქართველი რო ხარ და ქართულ უნივერსიტეტს დაამთავრებ, დიდად იმის ფუფუნება, რომ ეხლა მე ფინანსისტი ვარ და მაინც NASA-ში მინდა მუშაობა და არა იცი მე იურისტი ვარ და Google-ში მინდა ან Apple-ში მუშაობა, ესე არ არის, ეს რეალობა არ გვაქვს ჩვენ და ბევრი რაღაცის შენ თვითონ გაკვალვა გიწევს და საერთოდ რომ საერთაშორისო გარემოში მოხვდე და იქ დაიმკვიდრო თავი, ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ახალი სამსახური ავირჩიე ისეთი, რომელიც ჩემს მსოფლმხედველობასთან და ინტერესებთან იყო ახლოს და ეს იყო ბლოკჩეინის მიმართულებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით ვავითარებდით ჩიპებს და ვაშენებდით ქარხნებს და ნუ ეს ფინანსური დამოუკიდებლობა, ფინანსური ინსტიტუტები, ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებდა და ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო და ძალიან მომწონდა. მანამ სანამ იმას არ მივხვდი, რომ ეს კომპანიის მისიაც ცვალებადია იმის მიხედვით, თუ რა ფინანსური ინტერესი აქვს დამფუძნებელს, ან მაგალითად რა გამოწვევები აქვს კომპანიას. ხო, მე ძალიან მომწონდა, რომ ბევრი ადამიანია დასაქმებული და კარგი ხელფასები აქვს, მაგრამ როგორც კი კომპანიას გაუჭირდა, მომიწია, რომ HR-თან ერთად 1200 კაცი გამეშვა სამსახურიდან. ამიტომ ძალიან სტრესული გამოცდილება იყო და ძალიან ძიმე იყო ეს ჩემთვის და აქ მივხვდი ზუსტად, რომ რაც უფრო მალე გავაკეთებ მე თვითონ ჩემს კომპანიას ან დავიწყებ იმ საქმიანობას, რომელიც ჩემს მიზნებს, ღირებულებებს და მისიას, ესე ვთქვათ, ასახავს, მით უფრო მალე დამშვიდდები და ვიქნები კარგად და ეს მუდმივი ცვლილების და ახალ სამსახურებში გადასვლის სურვილი აღარ მექნება და ესეც ცალკე სტრესია, რა თქმა უნდა. და მივხვდი, რომ არ შეიძლება კორპორაციების ნდობა, იმიტომ რომ შენ დღეს მანდ მიდიხარ ერთი მიზნით, მაგრამ იმ კომპანიის მიზანი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ შეიცვალოს 1 წელში, 3 თვეში, 3 წელში, 5 წელში და ასე შემდეგ. შეიძლება 3 თვეშიც გააჩნია კომპანიას. ამიტომ უკვე სადღაც 12 წლის სტაჟი რომ მქონდა მუშაობის, გამიმყარდა ის აზრი, რომ აი ცოტა ხანიც ვიმუშავებ, მოვემზადები ფინანსურად, არა ვიღებ ზედმეტყვალდებულებებს, რაღაცას პარალელურად დავიწყებ, რომ ესე ვთქვათ, წყნარად გადავსულიყავი ამ ვირთხების რბოლის კორპორატიული რეჟიმიდან უფრო წყნარ ჩემებურ რაღაცა 7 ტემპის მუშაობაში.
პირველი ეპიზოდის კომენტარებში წავიკითხე ერთ-ერთი გამომწერის კითხვა, რომ სულ მაწუხებსო შიშიო. იქნება არ არისო ეს სწორი გადაწყვეტილებაო და მე უკან დაბრუნება რო დამჭირდესო, ჩემი საქმე რო ვერ ვიპოვნაო, რა ვქნაო. მე ესე ვფიქრობ ჩემი გამოცდილებიდან, რომ ეს შიში არის თანდავი პროცესი ყველა ცვლილების, იმიტომ რომ ჩვენ გონებას უყვარს სტაბილურობა, უსაფრთხოება, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში და აი ის შეგრძნება, რომ შენ შეიძლება სამსახურიდან წამოხვიდე სტაბილური ხელფასი დაკარგო ან ბონუსი ან ის ბენეფიტები, რაც გაქვს სამსახურიდან, ეგ შენს გონებას არ მოწონს და მაგიტო წამოწევს ამ შიშის ფაქტორს, მაგრამ შიში შეგვიძლია რომ დავაბალანსოთ. თუნდაც იმის ფიქრით, რომ ყოველთვის შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ. არავინ არ გეტყვით კორპორატიულ სამყაროში შენ რატო წახვედი იქიდან და რატო ცადა შენი საქმის კეთება ან შენი ბიზნესის დაწყება, მაგას არავინ არ გკითხავთ და თქვენ შეგიძლიათ რომ რამე თუ არ გამოგივიდეთ ან მივხვდით რომ გენატრებათ იქაურობა და ის სივრცე უფრო თქვენი იყო, თავისუფლად დაბრუნდეთ უკან. შიში ასევე შეგვიძლია დავაბალანსოთ იმით, რომ სანამ მუშაობთ, ანუ თქვენ სამსახურში პარალელურად დაიწყოთ ის საქმე, რომელიც გაინტერესებთ, ნახევარი განაკვეთი მაინც დაუთმოთ, აამუშაოთ, რაღაც შემოსავალი მიიღოთ და რომ დასტაბილურდება, შემდეგ წამოხვიდეთ სამსახურიდან, რომ ეს რაღაცა მკვეთრი ცვლილება არ იყოს. ასევე თუ უკვე გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ სადღაც 1 წელი ან მეტი, ახალი ვალდებულებები არ დაიმატოთ, რაღაც თანხა დააგროვეთ იმისთვის, რომ გეყოთ 6 თვეზე ან 1 წელზე და უფრო ეკონომიურ მოუდზე გადადით ცხოვრების. იმიტომ რომ შეიძლება ეს თვიდან თვემდე მოჭრილი ხელფასი და წელიწადში ერთხელ ბონუსი არ ჩაგერიცხოთ და უფრო არასტაბილური იყოს რაღაც პერიოდი, იყიდეთ მხოლოდ ის რაღაცები, რაც გჭირდებათ, ყოველდღე ნუივლით კაფეებში და ნაკლები იმოგზაურეთ, ან არ ვიცი, რა ხარჯები შეიძლება თქვენ გქონდეთ იმის მიხედვით გადახედეთ და რაც არ არის აუცილებელი საჭიროება, რაღაც პერიოდი შეგიძლიათ მოიკლოთ იმ პერსპექტივით, რომ თქვენი საყვარელი საქმე იპოვნოთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დროსთან ერთად მოგიტანთ მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობას და პირველ რიგში ბედნიერებას და კმაყოფილებას საკუთარი საქმით. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე ვარ ისევ სტუდენტი, ეხლა ვეუფლები ახალ პროფესიას და ძალიან მიხარია და ძალიან აღტაცებული ვარ ამ ფაქტით. ჩემი ცხოვრება არის 7, არავინ აღარ მწერს მეილს urgent, ბევრი ძახილის ნიშანით და ეს რაღაც სიტყვა სასწრაფო, საერთოდ მოიხსნა ჩემი ცხოვრებიდან და შესაბამისად მომეხსნა ამ სიტყვასთან დაკავშირებული სტრესები. ანუ ჩემ ცხოვრებაში აღარ არის ეს ყოველდღიური, ხელოვნური, დიდი სტრესები. და ბევრად უფრო დაბალანსებულია, ბევრად უფრო მშვიდია, ჰარმონიულია. არის რაღაცაები, რაზეც უნდა ვიმუშაო უფრო მეტად, მაგალითად იმაზე, რომ უფრო დისციპლინირებული ვიყო, რადგან ეხლა მე განსაზღვრევ ჩემ გრაფიკს და მე შეჩვეული ვარ, რომ ბაღიდან მოყოლებული ჩემი გრაფიკი განსაზღვრული იყოს სულ და არავინ არ მეკითხებოდა მე ეხლა სკოლაში ამ დროებში მინდა სიარული თუ მაგისტრატურაზე იმ დროებში ვიარო თუ შეხვედრა იმ დროს ჩავნიშნო, ანუ ყველაფერი იყო ხოლმე განსაზღვრული და აი ეს მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც უკეთესობა და უკეთესობა მაქვს და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა იმის შიშიც არ მაქვს, რომ დაბრუნება თუ მომიდება, დავბრუნდები, იმიტომ რომ ეს პერიოდი მე კიდევ უფრო განვითარდი, გავზარდე ჩემი თავი და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ კორპორაციაში პირიქით უკეთესი ელენე ვიქნები, ვიდრე ვიყავი წარსულში და მინდა რომ იმედის თვალით შეხედოთ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ დავისახავთ მიზნად, ჩავდებთ დროის რესურსს და ვიშრომებთ, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. მადლობა და გამოიწერეთ ჩემი არხი.